სინუსური არითმია ეს არ არის სიმპტომი, ეს არ არის საშიში. სინუსური არითმია შეიძლება იყოს გამოწვეული როგორც ტახი ფორმით, ასევე ბრადი ფორმით. ტახი ფორმა არის ეს გულის აჩქარება, რომელიც დაახლოებით შეიძლება იყოს 80-დან 120-ის ჩათვლით და ბრადი არითმია ეს რომელიც შეიძლება იყოს 60-დან 80-ის ჩათვლით. ეს ასაკის მიხედვით იგულისხმება აქვს ტახი არითმია თუ ბრადი არითმია. რა დროს უნდა მივმართოთ ბავშვთა კარდიოლოგს? თუ ჩვენ ბავშვს აღნიშნავთ, რომ აქვს, თქვათ, ფრიალი, გულის ფრიალს აღნიშნავს, თუ აქვს გულისცემის აჩქარება, თვითონ აღნიშნავს და თვითონ გამოხატავს, რომ გული აუჩქარდა, უნდა მივმართოთ ბავშვთა კარდიოლოგს. სხვა შემთხვევაში სინუსური არითმია ეს არ არის პათოლოგია, ეს არის ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური პროცესი და ამას არანაირი ჩარევა არ სჭირდება. უნდა აუცილებლად გავაკეთოთ სინუსური არითმიის დროს ელექტროკარდიოგრამა. თუ ჩვენ ელექტროკარდიოგრამაზე გვაქვს სინუსური არითმია, ან კიდევ შეიძლება იყოს სუნთქვითი არითმია, უნდა აუცილებლად მივმართოთ პედიატრს. პედიატრი გადაგვისამართებს კარდიოლოგთან. კარდიოლოგი აღნიშნავს, დააფიქსირებს ეს პათოლოგიური სინუსური არითმია არის თუ ფიზიოლოგიური სინუსური არითმია, გასინჯვის შედეგად რასაკვირველია. თუ დადგინდება, რომ ეს სინუსური არითმია არის პათოლოგიური, ეს დადგენა ხდება უკვე 24 საათიანი ჰოლტერის შემთხვევაში. 24 საათიანი ეს იმას ნიშნავს, რომ გიკეთიათ აპარატი, უკეთია ბავშვს აპარატი 24 საათის განმავლობაში და იწერება დატვირთვის დროს, დასვენების დროს, დღის რეჟიმის დროს, საღამოს რეჟიმის დროს, თუ როგორი აქტივობით არის, როგორი ინტენსივობით არის გამოხატული ეს სინუსური არითმია. თუ არ იქნება დიდი რაოდენობით, ხშირი, ამას მკურნალობა არ სჭირდება და ჩვეულებრივ განაგრძობს ამა თუ იმ საქმიანობას.